მარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. ნანუკა ჟორჟოლიანი შოკშია, სერიოზული შოკი აქვს. ჩაფლავებიდან გამომდინარე და სასამართლოს ეზოში დახვდა ახალგაზრდა პროკურორს და რაღაცებს პანიკური შემოტევით ამ გოგოს უყვირის, რომ თურმე უნდა სცხვენოდეს რაღაცების და ნახოთ ერთად და გავაგზავნოთ. მიშას მონა ნანუკა ეუბნება იქ მე ერთ-ერთ გოგოს ამ პროკურატურის თანამშრომელს რა სახით ხარ არ გიტყდებაო ნანუკა ჟორჟოლიანი რომ ვინმეს სახეზე დაიწყებს ლაპარაკს არ ვიცი იქაც უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს ნანუკა როგორც კუბაზე უნდა ჩავარდნილიყო იქ წინა გადაცემაში შოკშია ნანუკა ჩვეულებრივი შოკი აქვს თვითონ მიშას მონა, ჩვეულებრივი მონა და მონაროა, იმიტომ არის ამ დღეში, რა დღეშიც არის ის ახალგაზრდა გოგო, ვისაც პროკურორი პატიმრობაში უშვებს, ისაც რეალურად გან ამ პროკურორმა გაუშვა პატიმრობაში. სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანმა და აი კოლექტიურმა ნანუკებმა გაუშვეს საპატიმროებში ახალგაზრდა გოგოებიც და ახალგაზრდა ბიჭებიც. გამოურეცხეს ტვინები, რაღაცეები დააჯერეს, რომ თურმე პრობლემა არ იყო იქ მანდატურების გალახვა და ხელის შემორტყმა. იქ რუსთაველზე რა დღეშიც იყვნენ პოლიციელებს, რომ უტყავდნენ ხელჯოხებს, ფეირვერკებს, რომ ასროლინებდნენ და რომ ამარაგებდა ნანუკა და ხოშტარიები და ვიღაცეები ამ ახალგაზრდებს. ამ ვითომ გადატრიალების მოწყობა რომ უნდათ და რაღაცა რევოლუციისთვის რომ ემზადებოდნენ, სწორედ ნანუკამ გაუშვა ეს ხალხი ციხეში. ნანუკა თუ გულწრფელი ადამიანია და თუ კი ის ახალგაზრდა გოგო ვიზეც ვითომ ესე ძალიან ნერვიულობს, უდანაშაულოა, ნანუკასაც შემოერტყა ხელი აი ამ პროკურორისთვის, რატო არ შემოარტყა ხელი და თვითონაც თუ დანაშაული არ არის მანდატურიზე ხელის შემორტყმა, პოლიციელის გალახვა და პროკურორის გალახვა. ნანუკასაც შემოერტყა ამ პროკურორისთვის რა პრობლემაა, რატო არ შემოარტყა? იმიტომ არ შემოარტყა, რომ ძალიან კარგად იცის, რომ ვირი საბანოში მოუწევდა მერე იქ რაღაცა სცენების დადგმა იქ ბადრაგებთან და ვიღაცეებთან და გიჟი ხო არ არის. ნანუკას ფუნქცია სხვა რამეა. ნანუკას ფუნქცია არის, რომ სხვები გაუშვას საპატიმროებში, რომ მერე თვითონ გარეთ იყოს და სალაპარაკო კონდეს, რომ ვითომ აი და რა ხდება და უდანაშაულო ხალხს როგორ იჭერენ თურმე. ნანუკა რუსის მონებს ეძახის ახალგაზრდა გოგოებს, რომლებსაც საერთოდ არაფერი არ ეტყობათ რუსის მონების და არც არავის მონების. ნანუკა, რომელიც თვითონ გაცხადებულად არის სააკაშვილის მონა და არც მალავს და ღიად აცხადებს, რომ თუ კი მიშას რამე მოუვა, ეს ქვეყანაც წყალსწაუღიაო და ყველაფრის დედაც მოუტყანა. თავარია მიშაო და აი ეს მონის მაგალითი, აი ეს რაღაცა პროვინციალიზმის ნათელი განსახიერება თავი ტვინით პროვინციალიზმის აი რაღაცა უნიკალური მაგალითი ნანუკა ჟორჟოლიანი
დგას და ძის რუსის მონა და იმპერია და რაღაცებს ყვირის რა კარგი რა ნანუკა შეხედე შენ თავს როგორი გაბანძებული ხარ ყოველთვის ბანძი იყავი მაგრამ აი დღეს უკვე სიბანძის პიკში ხარ და მართლა ცოდო ხარ აი პატიმარ ახალგაზრდა გოგოებზე კიდევ უფრო საცოდავი ხარ აი რომ გისმენთ და რომ გიყურებთ ძალიან სულ დღეში ხარ და თქვენი არჩევანია თქვენ გადაწყვიტეთ რომ აი ეგრე ბოლომდე გაგეფარჩაკებინათ თავი და აი ამ სიფარჩაკის პიკში რო ხარ იმიტოა რომ ამ რაღაცა შემზარავ ხმაზე ყვილი ხარ იქ რაღაცებს ან საიდან ამოსდის ეს ხმა არ ვიცი ანაირ ხმაზე ყვირის მაგრამ აი ეს ხმა არის ზუსტად იმის მანიშნებელი რომ ძალიან ცუდად აქვს საქმე მიშას მონებს აი იმიტომ არის რომ აი ესე რაღაცა განწირულ ხმაზე რაღაცებს ყვირი ეს არის დღეს ვისი თქმაც მინდოდა აი ამ მონა ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით რომელმაც ყველაფერი გააკეთა რომ საპატიმროებში აღმოჩენილიყნენ ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები რომ მე ესე დამდგარიყო და ეყვირა რომ აი თურმე იჭერენ ახალგაზრდებს და უდანაშაულოდ იჭერენ და თურმე რა ხდება ამ ქვეყანაში თუკი კიდევ ერთხელ გავიმეორებ და აი ნანუკას მიმართავ თუკი დანაშაული შენ არ გგონია სამართალდამცავზე ხელის დარტყმა მანდატურზე ხელის დარტყმა ამდღარიყავი და აი მაგ პროკურორებს ვისაც დახვდი შემოგერტყა 1-2 მაგ პროკურორისთვის თუ შენ ფიქრობ რომ ეგ დანაშაული არ არის რატომ არ შემოარტყი მაგრამ ძალიან კარგად იცის რომ რაც მოუვიდოდა და რა საქციელიც იქნებოდა ეგ და სწორედ იმიტომ არის რომ ვერ გაბედა თითის დაკარება ვერც ერთზე და ესე შორიდან რაღაცებს რუსის მონა შე მიშასა ბორნა შე სხვა არაფრის თქმა შემიძლია ამ უნიკალურ მოვლენასთან დაკავშირებით რასაც წარმოადგენს ნანუკა ჟორჟოლიანი